დღევანდელი საქმის განხილვა შეეხებოდა ზია ამაღლობელის მიმართ შედგენილ სამართალდამცავ სოციალურ შინაგან საქმეთა სამინისტრო თulis რომ 11 იანვარს 2025 წლის 11 იანვარს ზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გარკვევა კედელზე შეფასებული არის როგორც სამართალდამცავ და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად სამთვენახევრის შემდგომ შეადგინის ოქმი. ცხადია საქმის მასალებში მხოლოდ საუბარი არის სტიკერის გარკვევაზე და სხვა გარემოებები მითითებული არის პოლიციელთა ჩვენებები. იმ ფაქტს რომ ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიკერის გარკვევას თulis სამართალდამცავად ეს არის აბსოლუტური ასე ვთქვათ არათავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსთან ვინაიდან ყველა გადაწყვეტილება პრეცედენტები და მათ შორის აქამდე არსებული პრაქტიკა პრეცედენტები რაც იყო საქართველოს კანონმდებლობით დამკვიდრებული სტიკერის გარკვევა ესე პირდაპირ არ განიხილებოდა და არ თავსდებოდა როგორც სამართალდამცავ, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ 2025 წლის 12 იანვრიდან 11 იანვრიდან დღემდე ზიას მიმართ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა ცხადია არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ ქმედების, ვინაიდან მის მიმართ დაწყებული ეს რეპრესიული პოლიტიკა ფაქტობრივად გამოიხატება როგორც მის მიმართ ცეცხლის სამართლის საქმეებში ცხადია ადმინისტრაციული სამართალდამცავი საქმის წარმოება არ არის უცხო და არ იყო გასაგური, მაგრამ თავისთავად ამ ფორმატით საუბარი ნიშნავს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება ფაქტობრივად შეგვიძლია კითხვის ნიშნის დავაყენოთ. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ სტიკერის გარკვევა არის კანონდარღვევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ ის ჩვენება, რომელიც მისცა თავის დროს ასე ვთქვათ აჭარის პოლიციის ყოფილმა უფროსმა აღმოჩნდა რომ იყო ცდარი და არ შესაბამებოდა ობიექტურ რეალობას, ვინაიდან მან ისაუბრა ოქმის შედგენაზე, ისაუბრა იმ ფაქტურ გარემოებებზე, რომ თვითონ ზია ამაღლობელის მიმართ სტიკერის გარკვევის გამო მათ უკვე ჰქონდათ პასუხისმგებლობა დაკისრებული. როგორც ან შემდგომ მოიკლეს და აღმოაჩინეს, რომ ეს გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და შეეცადნენ უკვე რამდენიმე დღეში ფაქტობრივად სწრაფ რეჟიმში ყოველგვარი გარემოებებისა და ფაქტობრივი განხილვის გარეშე შეადგინეს ოქმი და მიმართეს სასამართლოსთან. ცხადია სტატუტებს იმაზე, რომ ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც დაიწყო 11 იანვარს, რომელიც გრძელდება და დღემდე ამ პროცესში ვარ. ცხადია ჩვენთვის ეხლა ეს გარემოებები დღეს საქმის მასალების გამოკვლევის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ვინაიდან ფაქტობრივად რამდენიმე საათია რაც გავეცანეთ საქმის მასალებსთან ობიექტურად ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, რამდენიმე პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის საქმეში და მისცა სასამართლოს არასწორი და არასრულფასოვანი ინფორმაცია, ის პირები არიან ფაქტობრივად გადმონაცვლებული უკვე სამართალდამცავ საქმეში და ამტკიცებენ, რომ ისინი ფაქტობრივად შეესწნენ სტიკერის გარკვევას, დაინახეს და თვლიან, რომ ეს გარემოებები მათი მხრიდან არის შეფასებული როგორც სამართალდამცავი.